კვლავ მოგესალმებით მეგობრებო, მოვაგრძელებთ ჩვენს პროექტს Zoom-ერის ვიდეო მიმოხილვები. ჩვენი შემდეგი სტუმარი არის Sony Ericsson-ი Xperia Ray, რომელიც Sony Ericsson-მა გამოუშვა 2011 წლის აგვისტოში და სწორედ ამ ტელეფონზე ვისაუბრებთ დღეს. რაც შეეხება Xperia Ray-ის დიზაინს დავიწყებ აქედან. ტელეფონი არის ძალიან კარგად გაკეთებული, აქვს შესანიშნავი დიზაინი, ძალიან ლამაზი და დახვეწილი. არის ძალიან მსუბუქი, მისი წონა შედგება მხოლოდ 100 გრამს. და მე ძალიან უწევს, ძალიან ხარისხიანი მასალით არის გაკეთებული ასევე უკანა პანელი და ასევე წინა პანელი, რომელიც არის უკაწრავი. ეს იგი განლაგებული არის ეს იგი მეორე კამერა ვიდეოზარებისთვის წინა მხარეს, ასევე ორი სენსორული ღილაკი, უკან დაბრუნება და მენიუ, ასევე ერთი ფიზიკური კლავიში, რომელსაც აქვს ეს იგი რკალისებრი ფორმა, რომელიც შესანიშნავად ჩნდება დიზაინში და ასევე ამ რკალის გარშემო არის განათებული ტელეფონი. მარჯვენა მხარეს არის ხმის ამწევი და დამწევი ღილაკები, მარცხენა მხარეს არის micro USB პორტი, ზედა მხარეს ჩამრთავი ღილაკი და 3.5 მმ-იანი ჯეკი. ქვედა მხარეს არაფერი, მხოლოდ უკანა პანელის გამხსნელი სპეციალური ღილაკი. ამ საკმაოდ დახვეწილ smartphones გაჩნია 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს HD ვიდეო და ასევე აქვს განათებაც. ჩავთოთ ეს ტელეფონი. რაც შეეხება კომპლექტაციას, პრინციპში აქ ესეთი განსაკუთრებული არ არის, აქ სტანდარტულად მოყვება რეზინის თავებიანი ყურსასმენი, სტანდარტული ყურსასმენი, დამტენი, USB პორტი, USB კაბელი, პრინციპში ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ გვაქვს აქ ახეზე. ტელეფონი მუშაობს Android-ის 2.3 ვერსიაზე, ანუ Gingerbread ვერსიაზე. რაც შეეხება ეკრანს, მისი გაფართოება შეადგენს 480x854 პიქსელი, აქვს ეს იგი Sony Bravia ეკრანი. შეგიძლიათ მოათავსოთ micro SD ტიპის ბარათი 32 გიგაბაიტამდე, აქვს multi-touch, ანუ ოპერაციებში შეგიძლიათ შეასრულოთ ორი ტიპის დახმარებით, 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, HTML ბრაუზერი და 1 გიგაჰერციანი პროცესორი. უნდა აღინიშნოს, რომ ეკრანი არის საკმაოდ პატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პიქსელების სიმჭიდროვე არის შესანიშნავი, ანუ ეკრანი გადმოსცემს ყველა დეტალს ძალიან ესე ვთქვათ გამოკვეთილად. ეს იგი ამ ტელეფონზე აყენია Timescape ინტერფეისი. აქ თქვენ ხედავთ, ანუ ხუთი მთავარი გვერდი არის გამოტანილი. აქ არის ეს იგი სწრაფი პარამეტრები, მარტივად ხდება ყველა იმ პარამეტრის შესრულება, როგორც არის მაგალითად უკაბელო ინტერნეტის ან Wi-Fi-ის ჩართვა გამართვა, Bluetooth-ი, ეკრანის განათების შესრულება, ანუ ახლა ხედავთ ეკრანი თითქმის ჩაგვგრნელდა, შეგიძლიათ ჩართოთ, შეგიძლიათ გამართოთ. თქვენი განახე გარშემო, ანუ რაც არის განათებული მის მიხედვით. აქ არის კონტაქტების ვიჯეტი, მარკეტის აპლიკაცია, რატომღაც ცალკე დაუგდიათ. აქ არის Google-ის ზებნა. აქ არის სხვადასხვა მეილები თუ მესიჯები, რომლებიც ძალიან ესე ვთქვათ ანიმირებულად გადადის და ძალიან ლამაზად გამოიყურება. აქ არის მუსიკალური დამკვირვებლის ვიჯეტი, ვიდეო პლეიერის და გალერეის ვიჯეტი და მე პრინციპში შემიძლია გალერეაში შევიდე და ვნახო როგორი ეკრანი აქვს მას. გადმოატრიალებ ჰორიზონტალურ რეჟიმში. ესე იგი, ტელეფონის ეკრანი არის მართლა შესანიშნავი, ანუ პიქსელების სიმჭიდროვე იძლევა შესანიშნავ ეფექტს, მაგრამ ოდნავ პატარა არის, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს მოწონს ეს ტელეფონი, მისი ზომების გამო და მართლაც შესანიშნავად ის ტელეფონში არანაირად არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაცა დიდი ესეთი მიჭირავს. თუმცა ერთი პატარა შენიშვნას გავაკეთებ. ესე იგი, როდესაც ესე იგი ყურების კუთხე არის მახველი, ცოტა გამოსახულება აღარ არის ესეთი მკვეთრი და კარგი როგორც პირდაპირ ყურებისას, მაგრამ ეს პრინციპში არ არის ესეთი გადამწყვეტი ფაქტორი ამ ტელეფონისთვის, ანუ ეს ეფექტი ძალიან არ ემჩნევა. ჩვეულებრივად ან მუშაობს ეს იგი multi-touch-ი და მართლა ძალიან კარგად გამოიყურება ეს სურათები ამ ტელეფონის ეკრანზე, ერთი ვიდეოც არის როგორც აქ მიჩვენებს,
ჩავხსოვთ და ვნახოთ თუ რა არის ჩაწერილი. ცოტას გადავახოთ. კაისაგაც თამაშის რეკლამა, როგორც ვხვდები. შესანიშნავი ჩვენება აქვს მართლაც და რომ ძალიან კარგი ფერები, ძალიან მკვეთრი გამოსახულება, ანუ და რაღაცით მაგვენებს iPhone-ის Retina display-ს. მართალია ამ ტელეფონის ეკრანის პიქსელების სიმჭიდროვე არ არის ისეთივე როგორც iPhone-ის, თუმცა მართლა ძალიან ეფექტურია. და აპლიკაციების მენიუ გამოიყურება ესე, აქ არის ყველა ეს აპლიკაცია, რომელიც გააჩნია Android-ს. მე აღარ ჩამოვთვლი ამას, იმიტომ რომ არ იყო ეს მობილს საბეზრებელი და ესე იგი ბოლოში ასევე ნახავთ რამოდენიმე თამაშიც მოყვება, მაგრამ ეს თამაშების და აპლიკაციების გადმოწერა სტანდარტულად შეგიძლიათ მარკეტიდან. ესე იგი თავარ მენიუში, ანუ პირველ გვერდზე არის ესე იგი მულტიმედია ესეთ განყოფილება, საიდანაც მარტივად გადადიხართ გალერეაში, მუსიკალურ დამკვირვებაში ან რადიოში. შევიდეთ მუსიკალურ დამკვირვებაში და ნახოთ როგორია ისი. იგი მშვენივრად გამოიყურება. გადავიდეთ აქ playlist რეჟიმში. გადავიდეთ აქ ფოლდერებში და აქ არის სწორედ ეს მუსიკა, ანუ აქ შეგიძლიათ მოძებნოთ მუსიკა შემსრულებლის ალბომის მიხედვით, ან პლეილისტები შექმნათ და ამატოთ და წაშალოთ. მართლაც შესანიშნავი ხმა ამ ტელეფონს. და დაწმუნებული ვარ, Sony Ericsson ძალიან კარგი ყურსასმენებს გავკეთებდა. აქ არის ეს game messaging, ანუ SMS-ების განყოფილება, ავკრიფოთ ახალი მესეჯი და ნახოთ როგორი კლავიატურა აქვს. ეს კი თქვენ ხედავთ, კლავიატურა არის ოდნავ განსხვავებული. ანუ დაახლოებით ისეთივე რეჟიმში მუშაობს როგორც 10 ციფრიან კლავიატურაზე, ანუ ABC განლაგებული არის ერთ კლავიშზე, მაგრამ თუ გადმოატრიალებთ კლავიატურა შეიძლება მთელ ეკრანზე, არ ხდება ჩვეულებრივი ქვერტი კლავიატურა და აქ უკვე ძალიან მარტივია ყველაფრის აკრეფა. ანუ ვერტიკალურ რეჟიმში კლავიატურა გამოიყურება სწორედ ესე. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვათ ესე თუ არ მოგწონთ, გადმოწეროთ სხვადასხვა კლავიატურა მარკეტიდან, რომელიც იქ მრავლადაა და აყენოთ ისე როგორც თქვენ გსურთ. მე ახლა ვნახავ თუ არის შესაძლებელი, ანუ აქ არის სმაილიკები, საიდან მარტივად ხდება დამატება. მე პრინციპში გამოვავალ კლავიატურა, ანუ მაინც მოსახერხებელი არის ეკრანის ზომის მიუხედავად, აქ არის კონტაქტები. აქ არის ესე იგი საიდანაც ხდება ზარების განხორციელება. ეს განყოფილება. და მე პრინციპში ჩავრთავ ინტერნეტს, მაგრამ ინტერნეტს არ ჩავრთავ, შევალ თემების განყოფილებაში. ანუ ხელის მარტივი მონძრობით ეს მენიუ გამოდის. აქ არის თემების განყოფილება. აქ შეგიძლიათ არჩიოთ ისეთი თემა, რომელიც თქვენ გემონება შეეფერება. აქ არის შავი, მწვანე, სტაფილოსფერის ისფერი, სამისფერი თუ რაღაც შერეული ფერები. აი მაგალითად ახლა შევცვალოთ დავირჩიოთ სტაფილოსფერი თემა, ანუ sunflower და თავადაც ხედავთ უკანა ფონი შეიცვალა, გახდა სხვა ფერის. პრინციპში ეს საკმარისი, ანუ თავისუფლად შეგიძლიათ აყენოთ ანიმირებული უკანა ფონები. ეხლა კი მე დავუკავშირდები ინტერნეტს, გავაქტიურებ Excel-ს და ნახავ რამდენი ხანი დაჭირდება ამ ტელეფონს საიტის ჩასატვირთად. პრინციპში მე როდესაც მონაცემებს უყურებ, ჩემი აზრით არ უნდა დაჭირდეს ძალიან დიდი ხანი, მაგრამ მაინც ვნახოთ. მე მგონი თამაშ საქართველოს გაიგო ჩვენი wireless-ის პაროლი და ალბათ აქ რომ მოდიან ხოლმე ზევით, გებიან და შედიან ხოლმე საიტებზე ტელეფონებიდან. ტელეფონი უკვე დაუკავშირდა ინტერნეტს, ანუ აპლიკაციების მენიუში შევედი, ჩავხტე ბრაუზერი. აქ რატომღაც მეუნების SIM-კარტა ჩადეო რა შუა შევერხვდები და მე პრინციპში მიუჩვეული ვარ გადავეჩვე ესეთ კლავიატურას და გადმოატრიალებ ისე ჰორიზონტალურ რეჟიმში და ისე ავგრიფო. www.zoomer.g და საკმაოდ მალე ჩატვირთა, ანუ ისე როგორც Android-ის დანარჩენ ტელეფონებს, ამ ტელეფონსაც აქვს შესანიშნავი
ინტერნეტ ბრაუზერი, ძალიან სწრაფად შევიდა და სწრაფად გახსნა საიტი. ანუ აქ სტანდარტულად მუშაობს, ახლა აღარ დავიწყებ პრინციპში, იმაზე საუბარს რომ მუშაობს Java, ჩვეულებრივად Adobe Flash-ის მხარდაჭერაც აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ multi-touch-ი, მუშაობს როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ რეჟიმში, თუმცა ვერტიკალურ რეჟიმში ცოტა არ იყოს და პატარად გამოიყურება. შეგიძლიათ საიტი დაამატოთ საყვარელი საიტების გამოფილებაში, ასევე შეგიძლიათ ერთდროულად გქონდეთ რამოდენიმე ფანჯარა გახსნილი, ანუ ტაბი ესე ვთქვათ. და ამ ზომის ტელეფონისთვის საიტი მშვენივრად გაიხსნა, მშვენივრად გამოჩნდა ყველაფერი და არის ძალიან სწრაფი. სულ რამოდენიმე წამი ჭირდება საკმაოდ დატვირთული გვერდების ჩასატვირთად. პრინციპში მე მგონი სულ ეს იყო ბრაუზერის შესახებ. ტელეფონს გააჩნია ისე SMS-ების მხარდაჭერა. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ანუ როგორც აღნიშნე ეკრანის ხედვის კუთხე ისეთი კარგი არ არის, როგორც ვთქვათ სხვა ტელეფონებზე. ესე იგი ინტერნეტში მე მოვიძიე ინფორმაცია, ასევე მოხმარებლები აღნიშნავენ, რომ ლაუდსპიკერი, ანუ დინამიკი, რომელსაც ისმის საუბრის ხმა ხმამაღლა არის ოდნავ ჩუმი. ასევე არ აქვს DVX და X ვიდეოების ამ კოდეკების მხარდაჭერა და ასევე Xperia Arc-ისგან და Xperia Neo-სგან განსხვავებით არ აქვს HDMI პორტი, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტელეფონს აქვს შესანიშნავი დიზაინი, მე ძალიან მომეწონა ეს ტელეფონი. დღეისთვის სულ ეს იყო, ჩვენი სტუმარი იყო Sony Ericsson Xperia Ray. თუ გაინტერესებთ მეტი ამ ტელეფონის შესახებ, გთხოვთ გვეწვიოთ საიტზე www.zoomer.g და ასევე ძალიან გაგვიხარდება თუ შემოგვიერთებით ჩვენს Facebook-ის გვერდზე. დღეისთვის სულ ეს იყო, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.